დიდი მადლობა, ვინც უკვე ხართ ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოგვიერთდება, შემდგომ ნახავს ბევრი. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ძალიან მწუხარ რომ ხშირად მიწევს რეგლამენტის დარღვევა. ჩვენ ვართ შეთანხმებული რომ ყოველ ორშაბათს და ყოველ პარასკევს საღამოს 23 საათზე არის ჩემი გადაცემა Facebook-ზე, Facebook ვერდიდან და ვცდილობ რომ ამ დღეებში არ დავარღვიო ჩვენი შეთანხმება, ზოგჯერ დროში მიწევს გადაცემა, რაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ პოვებ. დღეს საკმაოდ დაგვიანებით ვიწყებ. მდგომარეობა დაძაბულია, რთულია. იმაზე მეტად რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ხვალ პეტრე პავლობა და უფლის თვალით ეს ორი როგორც იტყვიან დიდი საეკლესიო მსახური წმინდანი ასია დანახული. კლდესავით ძლიერი და სხვა სიყვარულით სავსე. როცა ორი პიროვნებიდან, ორი ასეთი დიდი საეკლესიო პირიდან ასეთი შეერთება, ეს დღეს ძალიან ხაზგასასმელია ჩვენთვის, იმიტომ რომ დღეს საქართველოს სწორედ პოლიტიკაში და არა მარტო პოლიტიკაში ვჭირდებით ადამიანები, რომლებიც კლდესავით ვართ და ზღვა სიყვარულით ვართ. კლდესავით დგომა არ ნიშნავს არაფერს თუ სიყვარული არ არის. და სიყვარული თავისთავად არის ყველაფერი. ამიტომ პეტრე პავლობის წინა დღეს, პრაქტიკულად 9 საათში შემოვა, მე სწორედ ამას ვისურვებდი. და ვისურვებდი იმას, რომ თვითკმაყოფილი ხელისუფლება არასდროს აღარ ყოფილიყო ქვეყანაში. ჩასაბრებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილიყო ქვეყანაში. არასდროს ჩვენ არ გვეფიქრა ერთმანეთს როგორ მოვერიოთ იმაზე და გაცილებით მეტად ჩვენ საქმიანობაში იყოს ქვეყნის ინტერესი, საქვეყნო ინტერესი. პრაქტიკულად ქართულ პოლიტიკაში საქვეყნო ინტერესი დაკარგულია. ერთის მხრივ არის შურისძიება, როგორც სახელისუფლებო ძალებში, ასევე ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ შურისძიება და მეორე ორთავე ძალაში არის ვალდებულება გარე ძალების წინაშე. ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამანგრეველი პოლიტიკური ძალას მით უფრო სახელისუფლებო, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არის სავსე და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. ტრაგედიაზე უარესია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 1992 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოლია პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართებოდა. არ ყოლია პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის შიგნით რევანშიზმით და შურისძიებით არ იყო სავსე და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. დღეს ეს ორი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ გუნდშია. ერთი ურაპატრიოტია და მეორე ულტრალიბერალი.
იმდენად ესე იგი ქართველობენ და იმდენად ქართულობენ ორივენი რომ დაბნეული ხარ ადამიანი, იმიტომ რომ რეალური აკადემიური ქართული ძალა ვერ ილაპარაკებს ისეთი ქართული განწყობით, როგორადაც მათ შეუძლიათ, მაგრამ ის არის კარგი. ისინი არიან ყალბად მოსაუბრენი, ყერზე მოსაუბრობენ და ვინც რეალურად დარბაისელი, აკადემიური, ქართული, ცნობიერებით, წიგნიერებით, ყველაფრით ქართული ვინც არის, მას ასპარეზი არ აქვს, იმიტომ რომ ამ ორმა ულტრაძალამ, ულტრალიბერალმა და ულტრანაციონალმა შეჭამა ქართული სული და დაანგრია და დააქცია ქვეყანა. ეხლა შორს შესვლა ამ სიღრმეებში არც არის საჭირო და არც ვაპირებ დღეს, მაგრამ ეს ისევ და ისევ გამოვიდა პეტრე პავლოვასთან დაკავშირებული კლდესავით ძლიერი და ზღვა სიყვარულით სავსე. როგორი ძლიერი ნათქვამია, როგორ ჭირდება საქართველოს დღეს ასეთი პოლიტიკოსები. მე მინდა ვთქვა, რომ არა მარტო ის, რომ ქვეყანაში არასდროს ყოფილიყო ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა თვითკმაყოფილი, არასდროს ყოფილიყო ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა შურისძიებით. რა ფუნქცია ხელისუფლება არის ის, რომელიც არის თვითკრიტიკული და ოპოზიცია არის ის, რომელიც ჩასაფრებული კი არ არის. არამედ ოპოზიცია ქვია მას, რომელიც ხელისუფლებას არ აძლევს საშუალებას ჩაიდინოს დაუშვა შეცდომა, ჩაიდინოს დანაშაული. ჩვენთან პირიქითაა, ესე იგი ცდილობენ იმას, რომ ჩაგადენიონ დანაშაული ოპოზიციაში, შეცდომა ჩადაგაშვებიონ და მერე ამაზე, როგორც იტყვიან, პოლიტიკურად იქეიფონ. პოლიტიკური ქეიფით ცხოვრობს საქართველოს 1992 წლიდან. პოლიტიკური ქეიფი არის მაშინ, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ებრძვის და ორთავეს გონია რომ გამარჯვებულია. თქვენ რომელიმეს ვისაც არ უნდა კითხო, ერთი პოლიტიკური ძალა გეტყვის, მე ვარ გამარჯვებული, ანუ ეს არის მისი პოლიტიკური ქეიფი და მე ის ვინც პირველს მიაჩნია დამარცხებულად, ის თვლის რომ სწორედ პირველია დამარცხებული და ეს არის მისი პოლიტიკური ქეიფი. ასეთ პოლიტიკურ ქეიფში, ასეთ დაპირისპირებაში დაიკარგა საქართველო. ეხლა დღეს რამდენიმე რამეზე ხაზგასმა ჭირდება და თან სასიამოვნო ელემენტებიც არის შიგ და ამავე დროს დამაფიქრებელიზე დამაფიქრებელია. რამდენიმე დღის წინ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, უпростоრად სამშაბათს, შესაძლებელი გახდა, რომ მეცნიერთა კონგრესის ორ წევრს, ბატონ ვაჟა ოთარაშვილს, ძალიან ღირსეულ და გამორჩეულ პიროვნებას, როგორც მომხსენებელს, და ბატონ დავით გალეგაშვილს, როგორც თანამომხსენებელს, წარმოედგინათ ანალიზი ქართულ მიწასთან დაკავშირებით. სასიამოვნოა, რომ მეცნიერებათა აკადემიის საბჭო მთლიანად ესწრებოდა მისი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და ხაზგასმაც მინდა დღეს გავაკეთო, რომ მეცნიერებათა აკადემია ბოლო პერიოდში ძალიან კრებს ეროვნული განწყობის ძალებს და შემოძახილი არაერთი სერიოზული გაკეთებულა თუ ხელისუფლება მოისმენს, ან თუ ხელისუფლებას ესმის ის შემოძახილი, რომელიც მოდის მეცნიერებათა აკადემიიდან, რამდენადაც ის რაც ისმის მეცნიერებათა აკადემიიდან, ეს არის ხალხის სიტყვა, ხალხის პოზიცია და ხალხის პოზიციას და ხალხის სიტყვას გაცილებით მეტი ძალა აქვს და ეს მეცნიერთა კონგრესისთვის, მეცნიერებათა აკადემიისთვის ძალიან გამოკვეთილად სასიამოვნოა მის ხაზგასმა იმდენად, რამდენადაც როდესაც ხალხის გესმის და ხალხის განწყობით საუბრობ და ხალხის მხარეს ხარ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მეცნიერთა კონგრესი არასდროს უღალატებს ხალხს და ეს სწორედ ეს იყო ის მოხსენება, რომელიც იმ დღეს იყო წარდგენილი და უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ ისე რაღაც ჩემზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ვიცი და უარესიც დამთრუგონელი შტაბის-ტილება მოახდინა და შემაძრწუნებელი იყო ის ანალიზები, ის ციფრები, რომელიც იქ იქნა მოყვანილი. ხალხო, ვინც აღრიცხულია 880,000-მდე უცხოელია საქართველოში. 300,000-მდე, ვისაც ბინადრობის უფლება აქვს. ეს მარტო რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენლებს 60 მილიონი კვადრატული მეტრი. როგორც ითქვა იმ დღეს, ერთი აფხაზეთის ტერიტორია
არაბებს და სხვებს შესყიდული აქვთ, რომ არის ერთი არაბი, რომელსაც 25,000 სახლი აქვს, დიდი პატარა მიწისნაკვეთი და ასე შემდგომ. ეს ამ პატარა ქვეყნისთვის კი არა, ეს დიდი სახელმწიფოებისთვისაა საშიში და მე მახსოვს 0,1% არაბულ ერთ-ერთ ფირმას როგორ არ მიცა ამერიკის სენატმა უფლება რომ 0,1% თუ 1% შეესყიდა, ეს წლების წინ იყო. აი ამიტომ არის ამერიკა ძლიერი როგორ უფრთხილდებიან თავის მიწას. მე მინდა გითხრათ რომ მდგომარეობა რომელზეც მე არაერთგზის ჩვენ ვისაუბრია და ეს 1 და 2 დღე არ არის რაც ამ საკითხებზე მიდის ეს აკადემიურ წრეებში და არა მარტო აკადემიურ წრეებში საუბარი ძალიან მწვავე შეფასებები კეთდება და დღეს თქვი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მეცნიერთა კონგრესის პოზიცია რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ დაიწყო მიწის ახალი კანონის მიღება, როცა სერიოზული ცვლილებების შეტანას აპირებდნენ კოდექსში, სწორედ მაშინ დადგა არაერთი და 2 და მეცნიერებმა ძალიან სერიოზულად, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ბევრ საკითხს. ჩვენ დღეს გავიხსენეთ იმის თაობაზე, რომ მაშინ ვინ იყო წინ საქართველოს ასეთი ორგანიზაცია, რომელშიც იყვნენ ძალიან ცნობილი მეცნიერები, მერაბ ჩიბლაძე, ბატონი მიხეილ კურდიანი, ბატონი არნოლდ გეგეჭკორი, ბატონი გია კობახიძე, დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა, ბატონი მალხაზ გულაშვილი, ბატონი ნუკრი ქანთარია, სიტყვით ძალიან ირაკლი ბათიაშვილი, ბევრნი ვიყავით. ჩვენ ძმობაც კი შევფიცეთ ერთმანეთს, რომ საქართველოსთვის ჩვენგან საქართველოა სისხლით ძმობაზე იყო და პარაკი ჩვენთვის და ეკლესიაში რომ არ იქნებოდა, ხალატი არ იქნებოდა. იმ დღეს ერთი კახელი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, რა კარგი პროექტი დაგვირიგეთ თქვენო. დიახ, ჩვენ ყველა მოვაწერეთ ხელი, ვინც ჩამოგითვალეთ, მოვაწერეთ ხელი და დავარიგეთ რეგიონებში ყველა გამგებელს, ყველა მერს, ყველა გუბერნატორს, პრეზიდენტს, ყველას დაუგზავნეთ. ეს დოკუმენტი სერიოზული დოკუმენტი იყო. მაგრამ მე დღეს ამას ვიხსენებ, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში შევიდა მოქმედ ხელისუფლებასთან და შეეცადა რომ ის შეცდომები, რომელიც მოდიოდა მისგან გასწორებული იყო. რა გასწორდა რა არა დღეს ამაზე ვისაუბრებ, მე ყველაზე მეტად ჩემთვის ყველაზე დამთრუგუნველი ის არის რომ რაზეც ჩვენ მაშინ საუბრობდით, სწორედ ესე იგი იმის საწინააღმდეგო კეთდება დღეს ხელისუფლების მიერ, ჩვენ რასაც ვებრძოდით ნაცმოძრაობაში და ხელს ვაწერდით ეს ხალხი. დღეს იმაზე უარესი კეთდება ამ ქართულ მიწებთან დაკავშირებით და ამას აკეთებენ ის ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები, ვინც იმ დოკუმენტს ხელი მოაწერეთ. ამ დღეებში ერთი უაღრესად საინტერესო პიროვნება დაბრუნდა არაბეთიდან. ჩვენ ბევრი მეგობარი ყავს იქ ჩვენს თანამემამულეებს და ერთ-ერთმა პიროვნებამ უთხრა, თქვენ დაგღუპავთ ის 6 მილიარდი. იმ 6 მილიარდს ისეთი რამეები მოყვება, რომ კატასტროფა იქნება. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს 6 მილიარდი ხელისუფლებას უნდა იმიტომ რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ 6 მილიარდზე გავყიდეთ ჩვენ ყველანი. არაბეთი 6 მილიარდს ტყუილა უბრალოდ არსად არ ჩადებს და რომ ვინმე მითხრას, რომ ეს ტყუილა ესე უბრალოდ ჩადო, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სულელები არაბეთში არ არიან და ასეთ რამეს არ გააკეთებენ. ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულად უნდა ვიყოთ ჩაფიქრებული, რომ რა არის, რა ხელშეკრულებებია ხელმოწერილი, თქვათ არაბულ და არა მარტო ჩინეთთან, არაბეთთან, ირანთან, რუსეთთან, რა გარიგებები მიდის, რომელიც მოსახლეობისთვის არ არის ცნობილი. ეს არ არის მარტივი ამბავი ბატონებო, ეს არ არის უბრალოდ რომ მე გამახსენდა და რაღაც თქვი. ეს კატასტროფული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეხლა თუ ჩვენ იმ შემოსულ ფულს ვიყენებთ იმისთვის, რომ თანამდებობა და ხელისუფლება შევინარჩუნოთ, მით უფრო უარესი კიდე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ როდესაც დღეს ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში 14,000 კვადრატული მეტრი მიწას ერთ პიროვნებას ჩაუგდებდნენ ხელში და ეს ხდება საირმეზე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ჩინური სოფელი იქნებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ერთი 20-მდე სხვადასხვა სოფელია, ინდური, ჩინური,
არაბული, რა ვიცი, რომელი სიზგენ, თანაც ეს არის ძალიან ქართულ, გამოკვეთილად ქართულ რეგიონებში. ჩვენ ბევრ რამეზე გვჭირდება ბატონებო დაფიქრება. ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკოთ ერთმანეთს. ოთხი რამ, რას დღეს და ატყუთხე როგორც არადგზის თქვენ ჩვენ ყველას გვითქვამს რომ 90 წლის 91 წლის შემდგომ ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია ეს ოთხი რამ კლავს ქვეყანას. ვიმეორებ, დემოკრატიის თამაში, ყალბი ეროვნული პათოსი, ეს ერთის და მეორეს მოჭარბებულადაა ქვეყანაში, ელიტარული კორუფცია, ეს მართლაც ყოველგვარ ზღვრებს გაცდა ელიტარული კორუფციის საკითხი, ეს ძალიან ესე იგი შიშის მონგრელია ერთის მეორეც მესამეც მეოთხეც როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ამ ოთხ ძალიან დიდ სენზე ეს ასე უბრალოდ ნუ შევხედავთ ამას ჩვენ ასე უბრალოდ ნუ შევხედავთ ბატონო ეხლა მე ისევ მეუბრუნდები იმ დოკუმენტს რომელიც ქართულ მიწებთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა მეცნიერებათა აკადემიაში და მის გამახარა იმან რომ ბატონმა როინ მეტრეველმა ძალიან იმედიანად უთხრა არა მარტო წერილს დავწერთ ამის საფუძველზე და არა მარტო ხელს მოვაწერ ამ წერილს არამედ მივყვები ბოლომდე რომ ძალიან ბევრი ცვლილება და ქართული განწყობა ჩამოყალიბდეს ქართულ მიწასთან დაკავშირებით ეს არ არის მამული მიწითი წყება მიწასთან არის დაკავშირებული ყველაფერი წყალი ხაერი სითბო რომლითაც ქვეყანა გამორჩეულია ჩვენ არ შეიძლება რაიმე გოჯი მიწაც კი დავთმოთ და ასე ფულის მონები გავხდეთ ან ჩვენს მიწას რო ვყიდით საერთოდ ძალიან ბევრ ქვეყანაში დააგერ რა ესე იგი დღეს დე-ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთის მიიღო დადგენილება რომ აფხაზეთის მიწა არ იყიდება ძალიან დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება აქვს და რუსებსაც კი დიდ წინააღმდეგობას უწევენ იცით თქვენ ამის თაობაზე ბევრმა და ეხლა დეტალებში არ მინდა შევიდე ისე როცა ასე დგას საკითხი ასე დიდ სახელმწიფოებში ჩვენ რა გვემართება 180 ქვეყნის წარმომადგენელს დღეს რომ მოინდომოს ხვალდილით შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და გამოიაროს ყოველგვარი სერიოზული შემოწმებების გარეშე და ჩამოვიდეს ქვეყანაში მე ვერ გეტყვით რას ნიშნავს ეს რა არის მე არ გამოვრიცხავ კი არა ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ ეს არის ქვეყნის დამონება ეს არის ის რომ ესე იგი საქართველოს შეყვარებულები წავიდნენ ქვეყნიდან ან ჩრდილში გადავიდნენ ხოლო ვინცაც ამაზე ხელის მოთხოვა შეუძლია ისინი რაც შეიძლება გააქტიურდნენ მიწები იყიდნენ დღეს არ ეხებიან ბევრ იმას მაგრამ მიწა ხო მისია იმას ხო ჩვენი თანამემამულე ხო ვერსად ვერ წაიღებს რაღაც სერიოზულია მოსაფიქრებელი ქვეყანაში როგორ დავიბრუნოთ ჩვენ ეს მიწები განა იმის მაგალითი რომ აგერ სოხუმის უნივერსიტეტს რომ მიწა უნიკალური მიწები გადავეცით ჩვენ ქუთაისში მას საბჟოლიას ვეძახდით ჩემ წინაპრებსაც იქ მიწები ქონდა და გადავეცით ეს იყო აბრეშუმის განვითარების აბრეშუმის გზასთან ერთად აი პირველი შეხვედრა თათფირი სწორედ ამ ქუთაისში და ამ აბრეშუმის გზის ძალიან აქტიური გაგზელებით ესე ჩანდა მაგრამ ნუ ახლა ჩვენ რეალურად ხედავთ რომ ერთიც და მეორეც რაზეც საუბრობდით ერთიც და მეორეც ძალიან გვაფკოლებს და მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ესე იგი როცა საუბარი არის იმაზე რომ ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს აბა დიდი ბრიტანეთის მაგალითი რა არის დიდ ბრიტანეთში მიწა მხოლოდ აქვთ დამუშავებისთვის მომსახურებისთვის მიწა საკუთრებაში არც ინგლისელს და არც ბრიტანელს და არც არავის არ აქვს უფლება რომ კონდეს ისინი ამბობენ რომ მიწა ეკუთვნის დედოფალს საქართველოში მეფის ინსტიტუტი აშენებთ მაგრამ ძალიან ბევრმა ქვეყანამ დედოფლის და მეფის ინსტიტუტით სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა იმ ქვეყნის მომავალი გადაარჩინა ჩვენ სწორედ ამაზე ვფიქრობთ და ესაა ჩვენი განწყობა და არა ისო რაღაც მოდური მას ავკვეთ და ყველაზე წარმატებული ქვეყნები სწორედ ის ქვეყნებია სადაც ესე იგი აი სამეფო ინსტიტუტებია ნებისმიერი ქვეყანა აიღეთ და მიხვდებით რა ბევრს ვეუბნებით რომ ჰოლანდიაშიც კი ასეა და ესე იგი ჯუჯა სახელმწიფოა 5
მსოფლიოში და იმ სახელმწიფოებში წესია საფრთხად რჩებიან, მაგრამ ეს რეალობა ეგრეა. და ამიტომ მინდა ეს ხაზგასმა გავაკეთო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათს იქნება კიდე განმეორებით ნაჩვენები ის სატელევიზიო ჩანაწერი მეცნიერებათა აკადემიის მერე პარასკევს ყოველ პარასკევს აგვისტოს ბოლომდე იქნება ტელევიზიით გადაცემული სწორედ ესე იგი ქართულ მიწებთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ ამას ყოველნაირად შევეცდებით რომ გავაშუქოთ ხელისუფლებას გამოვაფხიზდოთ და დოკუმენტი რომელიც დღესაც წავიკითხე და წარვადგინე იქ წერია რომ როგორც არასდროს დღეს ისე ჭირდება ჩვენ ერთობა რომ ქვეყანა ტოტალური კრიზისიდან გამოვიყენოთ და მით უფრო იმ ადამიანების აზროვნებასაც უშველოთ რომლებიც ყველაფერსაც ქვეყანაში ხდება ხსნიან გარე პროცესებით და ელოდებიან იმას რომ გარე პროცესებით გადაწყდება ჩვენთან მდგომარეობა ჩვენ დღეს როგორც არასდროს მოგვეცა დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს დიდი გამოსვლაც არის ჩვენი ინტელექტის, ჩვენი განათლების, ჩვენი ზნეობის გამოსვლა არის და მე მინდა ვიფიქრო რომ კარგად ესე იგი გადავიტანთ ჩვენ ამ დღეს. ესე იგი ძალიან ბევრი შეკითხვა მოვიდა ჩემთან. მე არც დღეს არ ვაპირებ რომ რაღაც დეტალებში შევიდე, როდესაც ორნი ერთი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი რომელიც დიდი ხანია საუბრობდა ესე იგი ისტორიული ძეგლების გასხვისება გაყიდვებასთან დაკავშირებით ეს კასპიის რაიონს ეხება ძალიან ბევრ მიწებთან დაკავშირებით და ესე იგი საუბრობდა ხელობაში მაქვს ვაჟა ოთარაშვილი და მეორეს მხრივ ერეკლე კუხიანიძე მე ვეკითხებია ძალიან ბევრს რომ აი რაღაცო ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა არაფერი არ დარჩა ბატონებო გაურკვეველი ჩვენ საკუთრება უნდა დავიცვათ ეს ჩვენი პრინციპული საკითხია მაგრამ როდესაც ყველაფერი ბოლომდე არ არის მიყვანილი რაღაც ბევრი რამ არის კანონთან შეუსაბამობაში კანონთან შეუსაბამობაში რო იყოს მაინც ისეთი არის ამდენიმე ძეგლი ქვეყანაში რომელიც კერძო პირს არ უნდა ეკუთვნოდეს მან შეიძლება კომპენსაცია მიიღოს მაგრამ არ შეიძლება რომ ეს ადგილები მით უფრო იმ სოფელში საიდანაც 7 წმინდანია არ შეიძლება რომ მიწასუდიერად ვეკიდებოდეთ მაგრამ მე ეს არ მოწოხებს მეგობრებო ამ შემთხვევაში რაღაც შეიძლება იურიდიულად ერთი იყოს მართალი ან მეორე ეს არ არის პრინციპული როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ მიწის ამ ბრძოლას ჯერ ერთი რაიონულები ხო გადაეკეტინოს თქვენს პიროვნება იძულებული გახდა რომ ესე იგი ამაში სასამართლოში მოწინააღმდეგე ყოფილიყო დედა ეკლესიის მოწინააღმდეგე ყოფილიყო ასე იგი საკუთარი ნახრო ნათესავების იგივე ვარონული წარმომავლობით ნათესავების დაპირისპირებული ყოფილიყო მთელს რაიონთან დაპირისპირებული მხედველობაში მაქვს სოფელთან რაიონთან დაპირისპირებაში ეს არის კატასტროფა რამდენის მართალი არ უნდა იყოს შენ როცა განცხადებას წერ და მოწინააღმდეგე შენი მოკამათე მხარე არის ერთის მხრივ დედა ეკლესია მეორეს მხრივ სოფელი და შენ გინდა რომ ყველას მოუგო ეს არ არის ქართული ცნობიერება მე ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა რაზეც იყო საუბარი მაგრამ ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ რომ მეც ბევრი დასკვნა გავაკეთე ჩემთვის და ეჭვი არ მომპარება რომ აი მომავალში გაცილებით უკვე წესიერათა კარგად ესე იგი აი გავყვებით ამ საკითხს მით უფრო დღეს დაგვაგვიანდა კიდევაც ბატონი რომან ჟურუას ბატონ ბესიკ ყველაშვილის ესე იგი ბატონ თენგიზ დიხამინჯიას ესე იგი მონაწილეობით და უამრავი ბატონ ნიკოლოზ ბებაღიშვილის მონაწილეობით ძალიან სერიოზული საუბრები გაიმართა რომ რაღაც დიდი ორგანიზაცია შევქმნათ რომ ამდენი უსამართლობა მიწები ვინც გაგვიყიდა მით უფრო ეს ორი წიგნია რომელიც გამოვიდა ერთის და მეორეც ერთ წიგნია გზაცივილიზებული სახელმწიფოსკენ მეორე ახალი განზომილება ყველგან ჩვენთან რეფერენდად მისდევს არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა აი ორტავე წიგნის ბოლოში ეს
თავდება და ბოლო წინააღმდეგებია. სწორედ რისი უფლებაც არ აქვს, იმას აკეთებენ. და აშკარად გამოჩნდა, რომ ამ მიწების გაკიდვის უკან დგას ეს ბანკების მაფია, რომლებმაც აიძულეს ადამიანები, რომ სახლით ქვეყანას დაეტოვებინათ, სახლების და მიწებსაც ყიდიან, ოღონდ ესე იგი შეინარჩუნონ ბანკების ვალები გაისტუმრონ. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. არადა არ მოხდა, რომ იმ წინააღმდეგების განხილვა, რომელიც საბანკო სექტორთან არის შემუშავებული მეცნიერთა კონგრესში. არავითარი პრობლემა არ იქნება პირიქით ჩვენ ეს წლების წინ დაგროვებული ეს ვთქვათ გამოცდილება ძალიან კარგ შედეგს მოგცემს თუ ამას სერიოზული და კარგი პიროვნებები ჩაუდგებიან სათავეში. ესე იგი მე მინდა თქვა რომ სასაუბრო ძალიან ბევრია ბატონებო. ის რაც ქვეყანაში ხდება ეს არის უკვე წარმოუდგენელი. ასე ცხოვრება ნამდვილად აღარ შეიძლება. ნამდვილად როდესაც ხელისუფლება იღებს ტრიბუნას და ლანძღავს ოპოზიციას და ოპოზიცია იღებს ტრიბუნას და ლანძღავს ხელისუფლებას, როცა პრეზიდენტი ყოფილი იყო მხარედ იქცა თავის ძროზე პრეზიდენტობის დროს და დღეს ძალიან უდიდეს შეცდომებს და უხეშ შეცდომებს უშვებენ, როდესაც ახალი ვითომ სახელოვნებო მიმართულების პიროვნებები გამოჩნდნენ ლიდერებად, არ მგონია რომ ეს ან მათთვის იყო კარგი, ან საქმისთვის იყოს კარგი. ეხლა გამოჩნდნენ ადამიანები ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყნის უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობა უნდა ჩაბარდეს მას. ნუ რა გითხრათ ეხლა, როცა ასეთი რამეებია, ყველა ეს გუნდები თავის თავზე ფიქრობენ, რომ იქნებ ვიღაცას რაღაც დასიამოვნონ. ზოგიერთი ხელისუფლების სიამოვნებაზე ფიქრობს, ზოგიერთი მისი ოპოზიციის არავის სიამოვნებას და არავის დუდუგზე არ უნდა იბუქნაო და არც უნდა გააკეთო, რომ იმის რაიმე მოეწონება. შენ უნდა გადაწყვიტო ისე, როგორადაც შენ მიგაჩნია სწორად და კონსულტაციები რა თქმა უნდა შეიძლება გასწიო და ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. როცა ასეთი რაიონი გვაქვს კასპი, როდესაც ასეთი დიდი გამოცდილება არსებობს ჩვენთან ერთ სოფელია, სადაც 7 წმინდანია, სადაც ასეთ თავდადებული ადამიანები არიან, როგორ შეიძლება რომ იქ რაღაც შიშით ვიცხოვროთ და როგორ შეიძლება რომ იქ ძალიან აკადემიურად არ წარმართოთ საქმიანობა. მე ამიტომ მინდა ვთქვა რომ ესე იგი ის რაც დღეს ქვეყანაში რეალურად ხდება, ეს არ მოუდგენელია. ვერც კინო, ხა მე ჩემთვის ვინმე ვეთქვა 30 წლის წინ, რომ 30 წლის თავზე ესე იგი საქართველოში ეს მდგომარეობა იქნება თქო. ესე იგი ალბათ როგორც ვამბობდით ჩვენ მაშინ ქუთაისში იყო ბარათაშვილის ქუჩაზე, ანუ საგიჟე იყო იქ და იქ გაუშვებთო და თბილისში კი ალბათ ავლიმ ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ, რომ ასეთი ვინმე შეელაპარაკა, მასთან მიიყვნენ, მაგრამ ისა ჩვენ წარმოუდგენელი გვეგონა 20 წლისთან, არც გვეგონა რომ ოდესმე მოხდებოდა, რეალური აღმოჩნდა დღეს ამ ეპოქაში, ამას აგერ ვხედავთ, უყურებთ საკუთარი თვალით და ეს მარტივი სიტუაცია არ არის. ისაც დღეს მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ აი თუნდაც ამ რიჟვაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ხდება, ეს ერთ-ერთი უსერიოზულესი საკითხია, უსერიოზულესი. მე წაღან ვთქვი, რომ ძალიან ბევრი პიროვნება ამბობს, რომ თანამდებობა დაიჭიროს ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი არ იცნობს ამ ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ხალხო არავინ არ ებრძვის მას. ბიძინა ივანიშვილის წარმატებით ებრძოდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი და წარმატებით დაასრულა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა. დაასრულა უბრალოდ. ესე თუ ამას წარმატებით ქვია, იმიტომ რომ ეს რეალურად რაც მან მისი პოლიტიკოსობით მოუტანა ქვეყანას, მან საკუთარ თავსაც ავნო და ქვეყანასაც ავნო. არავის დღეს არაფერი ამდაგვარი რამ არ ჭირდება. და ვინც დღეს ფიქრობს და მე გულისხმობთ ბატონ დემურ გიორგელაძესაც კი უთქვავს ასეთი რამ, რა შეჭირდებათ ბატონ დემურ ახლა იმისთვის რომ ესე იგი მაინც ბიძინას თავი არა მეცნიერთა კონგრესს აქვს გამოკეთილად ის პოზიცია, რომელსაც არ იცვლის და არ თამაშობს არავისთან. ჯერეთი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა და არავითარი უმაღლეს თანამდებობაზე პოლიტიკურ თანამდებობაზე ის არ უნდა იყოს. ნუ ჩვენ გუგონია რომ რაღაც ააშენა და გააკეთა, ეს პოლიტიკოსობას ნიშნავს. ჩიხშია საქართველოს ყოველმხრივ. მეორეც ყველა ქვეყანა პრაქტიკულად
მასთან არც ერთ ქვეყანას არ აქვს სურვილი მასთან მეგობრობის და თანამშრომლობის. და არ არსებობს ამდენი ხანია ხელისუფლებაში სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას არ შეხვედრია, ისეთ დაბეჭდილებამ შეგვიძლია საკუთარი თავის ეშინია და სხვა საგულ შეხვდება. ეს მაბატიოს ვისაც ეს ეწყინება ეს გამონათქვამი, იმიტომ რომ სხვა რამეს ვერ ვხედავ ამაში. ესე იგი, ის რომ თქვა ყველაზე უმაღლეს ჯერ ერთი, როდესაც შენ ესე იგი გასული ხარ კონსტიტუციიდან, კონსტიტუციაზე მაღლა დააყენე საკუთარი თავი, თავისთავად ნიშნავს, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვი. ბიძინა ამანიშვილი გასულია კონსტიტუციური სივრციდან. მან რომ დღეს რაიმე თანამდებობა მიიღოს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ძირითადი ქვეყანა ჩვენთან მოვაწინააღმდეგობაში. არავის ბიძინა ამანიშვილთან ურთიერთობა არ მოუნდება, როგორც დღეს არის ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდება მომავალში. წარმოუდგენელია ბატონებო, რომ ჩვენ შევძლოთ რაიმე სერიოზული მიღწევა, თქვა თუ სწორად არ განვიხილავთ ჩვენ სამეზობლოს, სხვათა შორის 1918-21 წლების ხელისუფლებამ კონსტიტუცია რომ შეადგინა, ერთ-ერთი პირველი პუნქტი ეს არის, რომ ჩვენ ყველანი თანაბარნი ვართ და აი ზუსტად ის პუნქტებია ჩამოყალიბებული, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით და რომელსაც ძალიან გაურბიან სხვები და სხვები. არავითარი არაფერს ბიძინა ამანიშვილს არ მოუტანს უკვე არც ერთი თანამდებობა, მაგრამ მისი თანამდებობით კი ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. ჰაიდეგერი ჰიტლერის მომხრე იყო. როცა დამთავრდა ომი, როგორც დამთავრდა ძალიან კარგად ვიცით, წავიდა სოფელში, კავს მოიკიდა, ჰიტლერს კი არ გაკიდებია იქეთ, მიწაში კი არ ჩაყოლია და დაამთავრა ყველაფერი უდიდესი წიგნით, რომელიც დიდი ფილოსოფიური მოძღვრებით. ახლა მე ამ დეტალებს რატო ვიხსენებ? უკვე თამაშობა მიდის, ყველას პირველობა მოუნდა. ყველა ეძახის მე არაფერი არ მინდა, არც არჩევნები, არც ის, არც გამარჯვება რამე, მაგრამ ყველას დიდი სურვილი აქვს შიგნით რომ მიიღონ მონაწილეობა. ყველა ძალიან ცდილობს, რომ ვითომ არ გამხილდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ პატივისცემა რუსებისადმი ამ ხელისუფლებაში იგრძნობა. ბევრი ისეთი რამ არის, რომელიც ჩემში როგორც პიროვნებაში იწვევს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას. მე რა შემიძლია რომ გამოვიდი ასე და თქვა ჩემი მოსაზრება და მე შემიძლია ის რომ ასე იგი ვთხოვ გაზეთებს, ვთხოვ ყველას რომ ჩემზე არ არის მარტო საუბარი, ინტერვიუები მიცემ და სერიოზულად დავკავდეთ ამ პრობლემით, გავაკეთოთ ანალიზი. ჩვენ ძალიან მალე ამ საკითხის პროფესიონალებს მოვიწვევთ და კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენ საუბარი ამ და ბევრ სხვა საჭიროებო საკითხზე. ეს არ არის უბრალო რამ და ჩვენი ამოცანა არის რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს და თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ. თანამშრომლობის რეჟიმი არის ბუნებრივი განვითარების გზა საქართველოსთვის. საქართველო დიდი ხანია კი არა, ძალიან დიდი ხანია ვერ როგორც ბუნებრივი განვითარების გზას აცდა. ამიტომ როცა ჩვენ ასეთ სერიოზულ ვთქვათ საკითხებზე ვშევლობთ და ვლაპარაკობთ იმას, რომ ვთქვათ წერს ერთ-ერთი გაზეთი, რომ რედაქტორმა გაზეთმა ჩამოაყალიბა, ერთ-ერთმა გაზეთმა ჩამოაყალიბა ასეთი მოსაზრება, რომ ღარიბაშვილი dik state-მა დანიშნა პრემიერ-მინისტრად. ნუ ახლა რა გითხრათ? ახლა თუ ეს ასია, თავმოჭრილი ქვეყანა ვართ უკვე. და მეორე რაღაც მე არ ვარ ისა, მაგრამ აშკარაა, რომ ის გაცილებით უფრო ებრძოდა ამ იმას. ახლა იმდენად აღრეულია შიგნით სიტუაციები, იმდენად აღრეულია თვითონ ხელისუფლებაში და იმდენად დაპირისპირებები სერიოზულია და ამ რიჟვაძის ფაქტმა ყველაფერი გამოიტანა სააშკარაოზე. ნუ ეს რეალობაა უკვე. თუ ოდნავ მაინც რაც იწერება გაზეთებში ეს ფულისთვისაა და არა აქვს, თავისთავად არის უმძიმესი ფაქტი. მე მაშინვე მივეცი მას შეფასება და ვთქვი, რომ თუ ასეთი პიროვნება გყავდათ, რომელსაც ასე შეუძლია დაწეროს წერილი, ასე შეუძლია რომ რაღაც თურმე ვიღაცის ფული მიითვისოს და რაღაცა დააშენოს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ აჭარაში და მე ადმინისტრაციულ ორგანოებს თუ ასე გამოძიება ესმით, რომ ესე იგი წერილს პოულობს ერთანი, ნუ მათ კარგად ქონია ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმე. და ისაც კიდევ ის რომ
ეს ფაქტი თავისთავად არის ყველასთვის ძალიან მძიმე და უპირველესად ხელისუფლებისთვის ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ რომ მძიმედ დამთავრდეს ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების გადარჩენა არის მის გადარჩენაშიც, იმიტომ რომ თუ გადარჩება ის არაფრის თქმელი არ არის, ორი აზრი არ არის, მაგრამ ჩამოყალიბდებიან არც ხელისუფლება იტყვის იმას, თუ ეს გამოძიება მიდიოდა და ყველაფერი შეწყდება, ანუ რიჟვაზის მხარეც კმაყოფილი იქნება, ხელისუფლების მხარეც კმაყოფილი იქნება, მაგრამ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება. იმიტომ შეეშინდა თქვა თუ ფული ვინმე მოიპარა არჩევნების დროს ეს არ გამოიყენოს. ფულიანს ეშინია ფულიანის. ხელისუფლებაში ვინც არის ფულიანი, მას ხელისუფლების გარეთ ეშინია ფულიანის. მას წესიერი ხალხის არ ეშინია. ამიტომ ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ ჩვენ და უნდა შევეცადოთ იმას, რომ ყოველგვარი ფულისაგან თავისუფალი იყოს ჩვენი პრინციპის მივცეთ ხმა და ეს ფულთან საერთო კავშირი რო არ ქონდეს მას. არის ცნობილი ერთი გამოთქვა, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ. კოლოსალური ფული იხარჯება საქართველოში ყოველი არჩევნების წინ და ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში ჩვენ და რეალურად ხედავთ რა მდგომარეობაშიც ვართ. ეხლა მე არ მინდა რომ ეს საუბარი დღეს გაგზელდეს, ბევრი რამის გამო არ მაქვს ამის სურვილი, თუნდაც მე დავპირდი რამდენიმე პიროვნებას, მაგრამ დღეს უბრალოდ ძალიან დაძაბული დღეები გვაქვს და ვერ მოვახერხეთ ეს ჩვენ მეცნიერთა კონგრესის პრობლემებით, ტელევიზიის პრობლემებით, ძალიან რთული, ძნელზეძნელი პრობლემები არის დაკავშირებული ტელევიზიის განვითარებასთან, ყველაფერი და არ ვიცი, ადამიანებს როგორ ჩანს ნაკლებად ესმით ამის აუცილებლობა და ასე იგი რაღაც იმ სიმწვავით ვერ აღიქვამენ, ან ჩვენ ვერ ვამბობთ იმ სიმწვავით როგორც არის, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ უამრავი პრობლემები დაგვიგროვდა და დღეს 10 კაციანი ჯგუფი სწორედ შეგრებილები ვიყავით და ვფიქრობდით იმაზე გამოსავალი სად უნდა ვეძებოთ. და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ახლობელი და ძალიან ბევრი პიროვნება ვინც ქვეყანაზე ფიქრობს შეეცდება იმას რომ ეს მეცნიერთა კონგრესის ეს უნიკალური მონოპოვარი. რა არის უნიკალური მონოპოვარი? უნიკალური მონოპოვარია ის რომ ჩვენ გვაქვს დღეს ანალიზი ქვეყნის პოტენციალის, რომის წიგნი რომელიც გამოვიდა, რომელსაც ქვია ინტეგრალური საქართველოს ინტეგრალური რესურსები. აი რა არის ქართული სიმდიდრე, რას წარმოადგენს? ეს დოკუმენტი უკვე შექმნილია, რომ ჩვენ ვიცით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი და ყველაფერი ამ ოპტიკში და არა მარტო აქ ყველაფერი ჩამოყალიბებულია. და ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომ ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ეს არის უნიკალური რამ, უნიკალური. და ეს არ არის ერთი და ორი პიროვნების მიერ შესრულებული, რომ ძალიან ბევრი რო საუბრობს მე ხელოვნურმა ინტელექტმა, 5 პიროვნება მოვიდა ჩვენთან უკვე, რომლებმაც თქვეს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიოში ყველაზე ნომერ პირველ იმათ აღიარეს. რაღაც წარმოუდგენელი რამეები ისმის, იმიტომ რომ ხალხი გავიდა, არეალიდან არის გასული ძალიან ბევრი და ყველას გენიოსი გონია, მე საკუთარ თავზე ვამბობ და გონია ჩვენი თავი, მე არ ვლაპარაკობ, როცა გამოვდივარ საუბრობ ყოველთვის მეცნიერთა კონგრესის იმ დასკვნებით, იმ ანალიზებით, რომელიც გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ამბობს, მე მაქვს ქვეყნის გადარჩენის პროგრამა. რომ ეკითხები ვინ ხარ შენ ერთი კაცია. რომ ეუბნები 1-4-5 კაცი მაინც მოიყვანეთ, რომ დავიდეთ, ვკითხოთ, რომ ამბის გამტანი იყოს თქვენს იმაში. ერთი კაცი არ აქვს, დაწერა რაღაცა, ან თქვა რაღაც გადმოიწერა ღმერთმა ქრას, რომ კარგი კონდეს დაწერილი, მაგრამ ეს ხო არ შეიძლება რომ მე სახელი რო არ ვცა ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა რომ ნაკლები მე და მეტი ჩვენო. პირიქითაა ეს ჩვენთან ქვეყანაში უამრავი რამ ძალიან სერიოზულ გააზრებას და დაფიქრებას ითხოვს. უამრავი რამ. როდესაც რაიმეს დაწერ, იმ წუთშივე თავს დაგესხმიან და ვინმეს გონია ებრძვი. მე არ ვებძვი ბიძინა ივანიშვილს და მე არ ვებძვი არც ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის საქართველოს და ებრძვის საკუთარ თავსაც, ებრძვის საქართველოსაც და ებრძვის უნდა ვთქვათ პირდაპირ წარმატებულად. ისევ არის ვთქვათ სხვა ბევრი რამ, რომელზეც მიდის დღეს მე აღარ მინდა ამ იმაზე საუბარი. არავინ ვინმეს არ ებრძვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ეს პროგრამები დევს, ეს ანალიზები გაკეთებულია. ჩვენ ხო არავისგან არაფერს არ ვითხოვთ. შიშველი ხელებით შევადგინეთ ეს და ნაკლები ვიფიქრეთ არჩევნებზე. მე მგონია რომ ეს რა სიტუაცია, რომელიც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი, ეს ხელოვნურია,
თავიდან ბოლომდე ხელოვნურია და ეს კარგად არ დამთავრდება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყოველგვარი ასეთი პროცესის განვითარება თავდება დაპირისპირებით და მძიმე შეტაკებებით და დღეს შეიძლება მეზობელი არ დაინდოს, მეგობრები რო არიან იმათ ერთმანეთი არ დაინდონ თუ ჩვენ ძალიან სერიოზულად და კარგად არ ჩამოყალიბდებით ამ საკითხებში. მე დღეს შეიძლება რაღაც აბნეულად რაღაც ამას მოვყევი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ასე ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლება. მეცნიერთა კონგრესში გვაქვს როგორც პოტენციალის ანალიზი, გვაქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და გვაქვს პროგრამა ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. დღეს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ სხვა ძალა, სარავითარი ძალა ამ ქვეყანას არ ჭირდება. ამ ქვეყანას ჭირდება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. როგორ ყალიბდება ეს კონცეფცია არსებობს, ერთი წელია მთელი ხალხი მონაწილეობს, ვისაც ეს სურვილი ჰქონდა და კიდე შეუძლია ჩაერთოს და ეს პროცესი დაუსრულებელი იქნება, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, უამრავი საინტერესო პიროვნება მოიძებნა, რომელსაც არ ვიცნობდით, რომელიც ქუჩაში არ ყვირის. ხშირად აი დღეს ბატონ რომან რულუას ვახსენებდით, რომ ბატონ რომან რულუ ერთ ადგილზე ამბობს, რომ ესე იგი ვინც პარლამენტისკენ გარბის, მისი სიტყვებია, ეჭვით უნდა შევხედოთ. მაგრამ ვინც ჭირდება პარლამენტში და ხელისუფლებაში, მას უნდა შევეხვეწოთ. დღეს ვინც გარბის პარლამენტისკენ, ესენი ყველაფერი უარეს მდგომარეობაში ჩააყენებენ ქვეყანას. მაგრამ ვინც ჭირდება ქვეყანას, ძალიან ბევრი 80% აი წინააღმდეგი იქნება, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ დავარწმუნოთ იმაში, რომ ისინი ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ამ ქვეყანას არც კადრების პრობლემა აქვს და არც ფინანსური პრობლემები არ აქვს, იმდენად როგორადაც ამას ამ ქვეყანაში არის მართვის სისტემა მოძველებული. ამ ქვეყანაში არის მართვის სისტემა შესაძლებელი. მართვის სისტემა გვჭირდება, რომელიც ეძებს პროგრესულ ძალებს, რომელიც ებრძვეს საინტერესო პიროვნებებს, ესე იგი იკრებს საინტერესო პიროვნებებს. ესაა დღეს ხელოვნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება ძალიან კარგად და სწრაფად მოვიყვანოთ მოქმედებაში და დავფიქრდეთ თითოეული ჩვენთაგანი, ესე იგი რას ვაძლევთ ჩვენ ქვეყანას. ძალიან კარგად გქონდეთ ჩამოყალიბებული ამერიკის პრეზიდენტებს. ნუ კითხულობთ რას აძლევთ ამერიკას, ნუ კითხულობთ რას გაძლევთ ამერიკა, იკითხეთ რას აძლევთ ამერიკას. ნუ კითხულობთ რას გაძლევთ საქართველოს, იკითხეთ რას აძლევთ საქართველოს. ეს პარლამენტი სერიოზული მონოპოვარი იქნება. ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, მისი ამ მოქმედება სერიოზული მონოპოვარი იქნება. სახელმწიფო კაცების აგრებულო სერიოზული მონოპოვარი იქნება. ის თანხმობის პარლამენტი თქვით სერიოზული მონოპოვარი იქნება და ბევრი სხვა რამ მოქმედებაში მოყვანილი ძალიან სერიოზული მონოპოვარი იქნება. ჩვენი ამოცანა არის ერთში, ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა უნდა გახდეს საქართველო. ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. არავით არის სხვა რამ, ნიჭზე ორიენტირებული, ნიჭიაზე ორიენტირებული. და ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ნუ გონიათ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს გულისხმობს, რომ ქვეყნის გარეთ უნდა გავუშვათ მანდამენტ სასწავლებლად. არა, ქვეყნის შიგნითაც ძალიან საინტერესო კადრები ყავს, საინტერესო მასწავლებლები ყავს, ქვეყნის შიგნით ძალიან საინტერესო პოტენციალია. ნებისმიერი კუთხით სწავლების და ამას ადასტურებენ მთელ მსოფლიოში ჩვენი ექიმები, რომელსაც ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეს. ახალ კურსდამთავრებულები იურიდიული მმართველების ვერც კი წყვეტენ რაიმე სერიოზული საკითხებზე ისაუბრონ და გამოვიდნენ, მაგრამ აი დღეს აი ამ სიტუაციაში მაინც ხალხმა ერთობის გზა უფრო გამოკვეთა და ეს რა ვიცი, დრო გვიჩვენებს ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გვიჩვენებს და ამიტომ არავით არ დაპირისპირება ბატონებო, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს ქვეყნის პოტენციალი, ვიცოდეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალური ანალიზი გვქონდეს და გვქონდეს ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ამას ჭირდება ძლიერი ტელევიზია და ამას ჭირდება პრაქტიკულად ალტერნატიული პარლამენტი, საზოგადოებრივი პარლამენტი, ხალხის ინტერესების გამომხატველი პარლამენტი, პიროვნებათა პარლამენტი, პროფესიონალთა პარლამენტი, რომელიც გნებავთ ის უწოდეთ. ეს უკვე ჩვენ სექტემბერში ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ, მისი სხდომების უნდა დავიწყოთ და უნდა დავიწყოთ სწორედ იმით, რომ დავიწყოთ განხილვა კიდევ ერთხელ ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის,
ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელშიც წერია, რომ მიწა არ იყიდება უცხოელებზე და ქართველებთან დაკავშირებითაც მიწის ყიდვა-გაყიდვას გაცილებით მეტი კონტროლი ჭირდება. მიწა არის ყველაფერი ჩვენთვის. საქართველოს საქართველოში მიწა არის განსაკუთრებული რამ. ამიტომ მიწისადმი გაფრთხილება, მიწის გაფრთხილება ნიშნავს მომავლის გაფრთხილებას, ნიშნავს მომავალზე ფიქს. ჩვენ ესეთი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ჩვენ ესეთი ხალხი უნდა ვიყოთ. ეს პროვინციული ფაშიზმი, ან კიდე ეს პროვინციული აზროვნება, პროვინცია ცუდი კი არ არის. პროვინცია როგორც გეოგრაფიული არის ძალიან კარგი, მაგრამ პროვინციული აზროვნება ეს არის კატასტროფა. საქართველოში ის რაც კარგია, ანუ ის კი არა სად დაიბადე, რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა აქვს, რომ დაიბადე კარგ სოფელში, ლამაზ სოფელში, ეს გაცილებით მსოფლიოში და არა მარტო მსოფლიოში, საქართველოში ასეთი ხალხი გაცილებით უფრო ესე იგი ბევრნი არიან, რომლებიც გარეთ დაიბადნენ და არავით არის პროვინციული აზროვნებაა ცუდი, თორე პროვინციაში დაბადება არაფერს არ ნიშნავს. პროვინციული აზროვნება, რომელიც ჩამორჩენილობას ნიშნავს. აი ეგ არის რაც მოხდა აი ამ ჩვენში ძალიან ბევრგან და ვიმეორებ, რომ ეს პოლიტიკა მხედველობაში მაქვს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც რეალურად საკუთარი თავი ამოწურეს, მაგრამ აი ყველაფერს მაინც ებღაუჭებიან, ხავს ეკიდებიან, როგორც ჩვენში ლიტერატურული გამოთქმა არსებობს. დღეს ამ ქვეყანას სჭირდება სრულიად სხვა განზომილების მოქმედება. ჩვენ ამ პრინციპებზე მუშაობთ, მოქმედებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალსაც მოვძებნით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო და რითაც დავიწყე ის გაგახსენოთ და გითხრათ. ვისაც გონიათ თქვენ, რომ ვინმე ებრძვის ხელისუფლებას, მოისმინეთ რა მდგომარეობაა საქართველოში, უცხოელებს რა აქვს ნაკიდი და როგორ გრძელდება ყველაფერი ეს. ნახეთ, თუ თქვენ იმ ხელისუფლებების გამართლებას ეწევით, ვინც ეს დაუშვეს, ესე იგი თქვენს მძიმე მდგომარეობაში და მძიმე დარტყმას აყენებს საკუთარ თავს. სადაც კი საშუალება გვაქვს, კარები როგორც იტყვიან, თუ არ გვიღებენ შევამტვრიოთ. გორდიასის კვანძი რომ არ იხსნება, ჩეხავენ. დღეს არის ეს მდგომარეობა ქვეყანაში. წამლავენ ტელევიზიებით, ტყუილს ელაპარაკებიან საზოგადოებას, რომ თავიანთი ტყუილი სიმართლედ დაუსაბუთონ ხალხს. რეალურად ადამიანებს უჭირთ კიდევაც, რომ გაერკვნენ ამ სიტუაციაში და ძალიან დასწორი დასკვნები გამოიტანონ. მე იქეთ-აქეთ ვისაუბრე, ერთ პიროვნებას დავპირდი, რომ მომწერა პრემიერ-მინისტრმა თქვა ამ რამდენიმე ხნის წინ, საკითხვა ბევრ რამეზეა გასაცემ, მაგრამ ეს პრინციპული საკითხია. თქვა, რომ მეც ჩავერევიო და კონტროლს დავაწესებ გამოძიების პროცესზე. ეს არის ყველანაირი აღრევა ქვეყანაში ყოველგვარი სახელმწიფოებრივის. როდესაც ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, რომ მეც ჩავერევი და საკონტროლზე ავიყვან გამოძიების პროცესს. გამოძიების პროცესში ჩარევა და კონტროლზე აყვანა ამ პროცესის არავის არ აქვს უფლება. აბსოლუტურად არავის. როდესაც ასე თვლის ხელისუფლება, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, ეს უკვე ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ გვთვლიან ისინი იმ განათლების ადამიანებად, რომ ვითომ ჩვენ ეს არ ვიცით არაფერი. და აი ასე უნდა უსმინოთ და უჯეროთ ჩვენ ყველაფერ ამაში. ეს უდიდესი შეცდომაა. მე აღარ მინდა ამ საკითხებში, ან თუნდაც იქ იყო საუბარი, მე რამდენჯერმე მithქვამს და გავიმეორებ. მე კომუნისტურ ეპოქაშიც მომიწია ქალაქის ხელმძღვანელობა. არავინ პარტიის წევრი ოჯახში არ ყოლია, არ დედის არც მომიწყევ და არავინ თანამდებობაზე არ ყოფილა. დიდი მადლობა მშობლებთან ერთად თამაზი მედაძეს, ჟიული შარტავას და ბევრს ჩვენს თანამებრძოლებს. მე უამრავი ადამიანი მომცა ამ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობამ და არავის აბსოლუტურად იმდენად მე მომიწია მუშაობა, მაგრამ არ არსებობს დედამიწის ზურგზე მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ მე მას ტელეფონზე დაურეკე. არ არსებობს ვინმე სასამართლოს თავმჯდომარე და ვინმე რომ მე თათბირზე მოვიწვიე. არ არსებობს ესეთი რამ. არ არსებობს რომ მე თქვა ესეთი რამ, რომ მე ჩავერევი რაღაც იმაში, გამოძიება ეს სრულიად იმ პიროვნებასთანაა დაკავშირებული,
ვინც ამას იძიებს და იქ არავითარი ჩართვა და არავითარი ჩარევა, ყოველგვარი ასეთი რამ გამორიცხულია. ისრაელის მაგალითი ხედავთ თქვენ, რომ პროკურატურა რას უშვება პრემიერ-მინისტრს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება აქ და როგორ არის და ბოლოს ერთი რამ, რომელიც მე ამ საკითხებზე არ ვამპირებ ახლა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ აი ხშირად ჩემთვის ვფიქრობ, გამოდიან პიროვნებები მოვისმინე უამრავი ადამიანისგან, რომ აი დამთავრდა რა დროს ევროპაზე ლაპარაკია, ამას ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ გველაპარაკებდნენ ევროპა, ევროკავშირი, ამერიკა, ახლა გველაპარაკებენ რა დროს ევროპა და ევროკავშირი და ისინი აქ საქმე იმაში კი არ არის, ჩვენ გვინდა არ გვინდა, თვითონ ესე იგი აი ეს გარდაცვალვა ადამიანების, რომლებსაც აი ასე შეუძლიათ, რომ ერთხელ ასე გითხრან, მეორეჯერ ისე თქვან, მესამეჯერ კიდე ისე ილაპარაკონ, ვინცაც როგორ აწყობს. ერთი რამ გვინდა იცოდეს ხალხს, ბატონებო. ერთ-ერთ პიროვნებას ამ რამდენიმე ხნის წინ შევხვდი, ის ქუთაისის მერიაში მუშაობდა. და ახლა ისრაელში მუშაობს. და მე მას ვკითხე, რომ ნაადრევად გავედი პენსიაში. 50-55 წლის ალბათონია. და მე მეთქი რატო უნდა დარჩეო მეთხრე. პენსია რა გაქვს მეთქი, $6,000. როგორ მეთქი? დიახ, $6,000, ჩემი კიდე არ არის ბევრია. პენსია. აქ ერთი რამ იცოდეთ, რომ როგორც კი დადგება საკითხი, აქ არ არის ევროკავშირზე მარტო ლაპარაკი. ამ ხელისუფლებებს არ აწყობთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი პენსიები იყოს ევროკავშირში, არ შეიძლება ასეთი პენსიები იყოს ნატოში ქვეყნებში, არ შეიძლება ასეთი ხელფასები იყოს, არ შეიძლება ხალხი ასე ცხოვრობდეს, ამიტომ ვისაც ამის გაკეთება აღარ შეუძლია და არ შეუძლია, ისინი მიდიან ყველაფერი ამის წინააღმდეგ. მე გაოცებული ვარ გოგა ხაინდრავა, რომელიც თქვათ აი გამოდის ახლა ისე ჯერ არ ახარ პოლიტიკური ფიგურა და დავანებოთ ამას თავი აღარ მინდა ამ საკითხებზე ვისაუბრო, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც ხაინდრავა დარჩა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცველი დღეს და ის გამოდის ყველა ამ საკითხთან. უბრალოდ არ დაჯდებიან პირდაპირ ეთერში საკამათოდ, თორემ სამარცხვინოა ისინი რაზეც საუბრობენ. სამარცხვინო მე მათ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. რატო უნდა ელაპარაკო შენ ქვეყანას ასეთ ტყუილებით? რატო? და რატო უნდა უთხრა ასეთ ტყუილები, რომ თითქოს ყველაფერში პირველ ადგილზე ვართ? პირველ ადგილზე არიან იქ იმ ქვეყნებში დღეს საქართველოში ხელისუფალთა ხელფასები არის ისეთი, როგორიც ევროპაში. ხელისუფლებებს ამდენი ხელფასები არ აქვთ და რაც შეეხება პენსიებს, ჩვენ გვაქვს აფრიკული ქვეყნების დონეზე. მე აფრიკულ ქვეყნებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე ვამბობ, რომ ისეთ დონეზე ის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ლაპარაკი არის და გეუბნებიან პირობები და შეასრულეო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ეს არის, როგორ არის სასამართლო თავისუფალი, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლების დაცვა იწყება მაშინ, როდესაც მას აქვს ღირსეული ხელფასი და ეკონომიკურად დამოუკიდებელია. ესეთი საკითხებია, როგორ შეიძლება ეს არ უნდა ასეთი კავშირებში შესვლა არ უნდა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ვიმეორებ, ხელისუფლებებს თავი არ აქვთ, რომ პრობლემები გადაწყვიტონ და თავიანთ უთავობას რაღაც დიქტეიტებით და იმით ცვლიან. არავითარი პრობლემა არ აქვს საქართველოს დღეს დიდი ნახტომი გააკეთოს. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ხელისუფლებაში ვინ ყოფილან, ვინ არიან და რა ბრძოლა მიდის შიგნით. რა ბრძოლა მიდის შიგნით. ბრძოლა მიდის ასეთი, რომ ვინც არის ხელისუფლებაში, მას მისი გონია ეს ქვეყანა და გონია, რომ სხვა რომ მოვიდეს დაიქცევა ეს ქვეყანა. იცის რომ არ დაიქცევა. იცის რომ მოვიდეს ნორმალური ძალები, უკეთესად იცხოვრებენ. იცხოვრებს ხალხი და უკეთეს მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. მაგრამ ხალხს ამას არ დაელაპარაკება დღეს. და არც კი მიცემენ ამის საშუალებას. აი, როდესაც ჩვენ სადღაც ალბათ ერთ თვის განმავლობაში შევეცდებით, ერთ-ერთი ფილმია გადაღებული, სადაც ჩემ მოსაზრებებია და მე იმას რაღაც წამსვარებას გაუკეთებ, როდესაც გადაიცემა ტელევიზია ქართულით, მაგრამ აი დღეს რეალურად აი ისეთი მდგომარეობა, სოციალური ფონია ქვეყანაში, რომ უარესს კი წარმოვიდგენ. დიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა და ღარიბი კიდევ უფრო გაღატაკდა.
ეს არის რეალობა. და მე მახსოვს ეხლა ვიხსენებ იმას, რომ როდესაც მე გამოვედი თავრობის თომაზე და თქვი მანქანების საკითხი იყო, კახიასათიან შემოქონდა საკითხი და მაშინ სპორტის კომიტეტის ხელში იყო ეს ლატარიის გათამაშება და ლატარიით და ბევრი რამ თანხები და იყო საუბარი იმაზე, რომ დაბებრა როგორ მოხდარიყო. ესე გამოვიდა, რომ ახალ მანქანებს ბეგრავდნენ არ ნახულად მძიმედ და ძველ მანქანებს არ ნახულად მსუბუქად. მე მაშინ თქვი, რომ შეაბრუნეთ მეთქი ეს. შეაბრუნეთ მეთქი ეს, ეს არ შეიძლება რომ ასე იყოს, იმიტომ რომ თუ გინდათ რომ ქვეყანა დარჩეს, პირიქით, ბევრს უნდა კონდეს საშუალება რომ ესე იგი საერთოდ ადამიანებს უნდა კონდეთ იმის საშუალება რომ ქვეყანა დაცული იყოს, ხაერი ესე იგი შესაბამისად ყველაფერი დაცული იყოს და ძველი და გაფუჭებული შემოყვანა უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე ახლის. რეალობა ეგ არის. რატოა გადატვირთული და მთელი ქალაქები გადატვირთული? 1000 და 2000 ლარი რომ მანქანა იღირება. იქ რა იმაზე შეიძლება ლაპარაკი, რომელი და სიმდიდრის მაჩვენებელი ქონია, მაგრამ მე ამას დღეს ამის გამო არ ვამბობ. ვამბობ ერთი რამის გამო. ერთ-ერთი ეკონომიკური მრჩეველი ამერიკის საელჩოს, რომელიც ძველ პერიოდში მუშაობდა, ეს შემომეხმიანა ერთხელ და მითხრა ასეთი რამ, ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნიდიო. და მე ვთხარი მე რა პრობლემებს გიქმნიდით მეთქი. თქვენ ერთხელ გამოდით ხტომაზე, აი ზოგადად მოგახსენეთ მაგალითად და თქვით რომ ახალი მანქანების დაბებრა უნდა იყოს ნულოვანი. და ძველია მანქანა მით უფრო დიდი უნდა იყოს გადასახადი. და ჩვენო შევარნაძემ კარკულწილად მხარი დაუჭირაო და ჩვენო შევეცადეთო რომ ერთი კვირის განმავლობაში მესულიყავით შევარნაძესთან და დაგვერწმუნებია ის იმაში რომ ეს არ უნდა გაკეთოს. მე თქვენ როგორ დაარწმუნეთ მეთქი და ჩვენ ვთხარით შევარნაძესო რომ ორივესთვის კარგია ისაც დღეს ხდება. რას ნიშნავს ორივესთვის კარგია? პირველი ის რომ თქვენ რაც უფრო მეტი მანქანა შემოვა ქვეყანაში, ესე იგი მით უფრო მეტი საწვავი გაიყიდება და თქვენი ეკონომიკა არის საწვავი. საწვავით ვაჭრობა და მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. ერთი არგუმენტი ეგ არის. მაგრამ ჩვენთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი არგუმენტი რა არის? ვისაც მანქანა ყავს, ის პოლიტიკურად ის ხდებაო, ნეიტრალური ხდებაო. ანუ მის ესე იგი პოლიტიკას ცილდება. მანქანა რო ყავს, ქვეყანა თავისი გონიაო. და რაც მეც ეყოლება მანქანაო, მით უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკას ჩართულებიო და ნუ აქ ლაპარაკია რიგით მომაზე ადამიანებზე და ნუ თელი თავისი თეორია განავითარა. თქვენ რა მოგებას იღებთ მეთქი, კარგი, ნუ ჩვენ შევარნაძე დაარწმუნეთ ამაში. თქვენ რა მოგებას იღებთ? ჩვენო მილიონი მანქანა მიყავდა საქართველოს ხაზით მარტო ამერიკა, ევროპიდან და მანქანებს აწავიყვანთ. რა თქვენ ხედავთ აგერ ტრამპის გამოსვლები სულ მანქანები და სადაც წარმოა როგორ უნდა იყოს ეს ძალიან სერიოზული საკითხია რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. მეცნიერთა კონგრესის ანალიზები აქვს გაკეთებული რომ ბიუჯეტი სხვა იქნება, საერთოდ ერთიანი ეროვნული პროდუქტი საიქნება და ადამიანები მოტივირებული იქნებიან. ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება რომ საკუთარ თავს რეალიზაცია გაუკეთონ. აი ეს ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და არა დამონებული ქვეყანა და წაქცეული ვინმეს წინაშე წაქცეული ქვეყანა. ჩვენ დღეს ჭირდება მართვის სისტემის შეცვლა. კომპლექსური სისტემა, ესე იგი სისტემური ცვლილებები ჭირდება ქვეყანას. ამ ხელისუფლებას ამის თავი არ აქვს, არც შეუძლია, არც იცის და რომ კონდეს ვერც გააკეთებს, იმიტომ რომ ამას ჭირდება ძალიან სერიოზული პროფესიონალები და სწორედ მათზე დაყრდნობით უნდა წავიდეს ყველაფერი, მით უფრო როდესაც ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მეცნიერი იმდენად პარლამენტში არ უნდა იყოს, რაც რამდენადაც მეცნიერული პროგრამებით უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა და ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ის პიროვნებები, რომლებსაც ესმით, რომ მეცნიერულ პროგრამებს უნდა კითხულობდნენ და მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით უნდა ძლიერდებოდეს ქვეყანა. აი ბევრი რამ, რომელსაც იქეთ-აქეთ ბევრ რამეს შევეხე, მაგრამ რთული დღეებია, ძალიან რთული დღეებია. ძალიან განვისტი ყველაფერი იმასაც ხდება. ვერც კი წარმომედგინა ადამიანების აი ესეთი სახეცვლილება თუ მოხდებოდა ძალიან ბევრის, ვინც ხელისუფლებაში მივიდა, თუ ასე დაკარგავდნენ ყველას და ყველაფერს და სინდის ნამონ შუბლის ზარს გაიწყვეტდნენ, არ მეგონა ეს. მეგონა რომ საქართველოში უფრო მეტად არის ეს ადამიანური ურთიერთობები და ადამიანური ურთიერთობები უფრო გაძლიერდებოდა, როდესაც ეროვნული ხელისუფლება იქნება, ეს იქნება ღირსებით ცხოვრება. და ისორედ ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა და პოზიცია. უკვე პეტრე პავლობა რითაც დავიწყე იმით დავამთავრებ, რომ
პეტრე პავლობა, ანუ კლდესავით მტკიცე და ზღვა სიყვარულით სავსე. დღეს ქვეყანა სჭირდება ასეთი პოლიტიკა და საქართველო უნდა იყოს კლდესავით მდგომი და ქვეყანაში უნდა იყოს ზღვა სიყვარული. პიროვნებაც ასე უნდა იყოს. მით უფრო პოლიტიკოსი უნდა კლდესავით იდგეს, პატიოსნათა წესიერად ცხოვრობდეს და შესაბამისად აი სხვანაირად სხვა გამოსავალი არ არის ბატონებო, არ არის სხვა გამოსავალი. თუ ჩვენ ამ გზას არ დავადგებით და ამ გზით არ წავალთ, აი ეს არის, ამიტომ რაც მინდოდა დღეს აი ესე გამოკვეთილად რომ მეთქვა, მინდა წარმატებები გისურვოთ კიდევ ერთხელ პეტრე პავლობა, კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ ქვეყანა სჭირდება კლდესავით მდგომი, ზღვა სიყვარულით კლდესავით მდგომი ადამიანები. ზღვა სიყვარულით სავსე, კლდესავით მდგომი ადამიანები ჭირდება ქვეყანას. გამარჯვებით იყოთ.